მოკლედ დიდი მადლობა ყველას, რომ დაესწარით დღევანდელი ფილმის ჩვენებას და ეხლა ესწრებით განხილვას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაქვს ამ ფილმზე ნაფიქრი და რამდენჯერაც არ უნდა ვნახო და ალბათ ნანახი მაქვს ერთი 10-ზე მეტ ჯერ ხო. რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, აი ეს რაღაცა ეს სასპენსის სული მაინც არ მასვენებს, მაინც დაძაბული ვზივარ და უყურებ და სულ მაქვს ხოლმე სურვილი რომ რაღაცა ვუთხრა პერსონაჟებს რომ შვები არ წახვიდე რაღაცა ეს არის სასპენსის აზრი საერთოდ ხო რომ რაღაცა ანუ შენ თითქოს მუდმივად ზიხარ ისეთი განცდით თითქოს შენ იცი რაღაცა ამ პერსონაჟებზე მეტი მაგრამ ბოლო მომენტში აღმოაჩენ რომ არაფერი არ იცი და ამ ფილმის პრემიერის მერე ძალიან ბევრი რამე დაიწერა ამაზე, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არ მახსოვს ოღონდ ვისი სტატია, ძალიან ადრე მაქვს წაკითხული, რომელიღაც ფრანგი კინომცოდნის, ამიტომ არ იმას ვიდამ ეხლა არ ვიმარჩიელებ, ამბობს რომ ფილმის ბოლოს გიპყრობს საშინელების შეგრძნება იმის გამო, რომ გულშემატკივრობდი მანიაკსო. როცა მე ხვდები, რომ ამ ბიჭის სახით შენ მანიაკს უგულშემატკივრებ. რაღაცა ვერ ხვდები და ზუსტად აი ეს მანქანის ჩაძირვის მომენტი აქვს განხილული, რომ ამ დროს ხო კარგი ბიჭია. ხო რაღაცა დედა ეწოდება და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს მალავს. დედა რომელიც ყავს ალბათ და რაღაცნაირად ესე გითხრებს ჰიჩკოკი, ეს არის მისი გენიალურობა ალბათ როგორ გითხრევს ამაში, რომ შეუძლია გაქციოს ესეთი საშინელი დამნაშავის თანამოაზრედაც კი და ემპათიურად მის მიმართ. ძალიან ბევრი სფეროა, ძალიან ბევრი ჭრილია, რომელშიც ამ ფილმის განხილვა შეიძლება, ეს იქნება ფსიქოანალიზის, ეს იქნება ანალიტიკური ფსიქოლოგიის თუ ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის ჭრილი, ეს სამი სრულიად განსხვავებული სკოლაა ფსიქოლოგიისთვის, რომელიც ადამიანის ფსიქიკას ხედავს სამი განსხვავებული სახით და აქ ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ჰიჩკოკი რაღაცნაირად წინ უსწრებს ის ევროპელია და მისთვის რაღაც ეს ევროპული ლიტერატურა ფსიქოლოგიაზე ნაცნობია. წინ უსწრებს ამერიკაში ეგზისტენციალური სკოლის გაჩენას. იმიტომ რომ აქ ჩანს, რომ ჰიჩკოკმა იცის ამ სკოლის შესახებ. ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიაში არის ესეთი 4 საკვანძო თემა, რომლებთან მიმართებაშიც ჩვენი ფსიქიკა იძენს დინამიკას შიგნით, ანუ რომლებთან მიმართებაშიც ჩვენი ფსიქიკა ყალიბდება ისე, როგორიც არის, ის და ვითარდება ისე, როგორც უნდა გავითარდეს ის. და ერთ-ერთი ჩემი აზრით არ ვიცი, სიკვდილზე უფრო მნიშვნელოვანია თუ არა, მაგრამ პირველი არის სიკვდილი და მეორე არის თავისუფლება და მესამე არის იზოლაციის მოცემულობა. აქ არის მოცემულობებზე ლაპარაკი, ანუ ეს არ არის შიშები, რომლებიც არის ჩვენს თავში. მაგალითად ფროიდისთვის
დინამიკის საფუძველი არის ადამიანის ფსიქიკაშივე. ანუ ადამიანის ფსიქიკაშივე არის წინააღმდეგობრივი ნაწილები ამ ფსიქიკის, ეს იქნება სუბპიროვნებები, ანუ ქვეპიროვნებები. თუ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის ფსიქიკა თუ ინსტანციები, მაგალითად, როგორიც არის იდი, ეგო და სუპერეგო, ანუ ეს სამი რაღაცა ერთმანეთს ებრძვის, უბრალოდ იდის და სუპერეგოს ბრძოლაში ფორმირდება ეგო და იჩაგრება. და ანუ ფროიდი ესე ხედავს, რომ ჩვენი ფსიქოდინამიკა იქმნება ჩვენსავე ფსიქიკაში. ანუ ჩვენი ფსიქიკის ატომისტურობა, ანუ მისი დანაწევრებულობა წარმოქმნის იმას, რომ ჩვენ ამასთან მიმართებაში, ანუ შფოთვის გამომწვევი მიზეზი ფროიდისთვის არის სურვილების, იმპულსების და კულტურის, ანუ სუპერეგოს, იდის და სუპერეგოს შეუთავსებობა. მაგრამ ეგზისტენციალური ფსიქოლოგია ესე ვერ ხედავ, ესე არ ხედავს. ჩვენ ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიაში გვაქვს ესეთი მოსაზრება, რომ ფსიქიკა დინამიურობას იძენს ეგზისტენციალურ მოცემულობებთან მიმართებაში, რომლებიც არ იქნება შენს ფსიქიკაში, მაგრამ რომელთა მიმართებაშიც შენი ფსიქიკა უნდა ჩამოყალიბდეს. რომელთა მიმართებაშიც შენმა ფსიქიკამ უნდა მოახერხოს გამთლიანება. და ერთ-ერთი ესეთი ეგზისტენციალური მოცემულობა არის იზოლაცია, რომ შენი მარტოობა არასოდეს არ მთავრდება. რაც არ უნდა ახლოს იყო სხვა ადამიანთან, რაც არ უნდა გქონდეს ერთიანობის განცდა ვიღაცასთან, სამყაროსთან, სხვა ადამიანთან, ნებისმიერ ცოცხალ ან არაცოცხალ არსებასთან. შენი იზოლაცია არის დაუძლეველი. ის რომ ჩვენ ვართ ჩაკეტილი ჩვენს თავის კალათში და ჩვენს გულში და არავის არ შეუძლია ზუსტად იგრძნოს, რას ვფიქრობ ახლა ამ წუთას, რას განვიცდი, რა ემოცია მაქვს, ანუ აბსოლუტურად გასაგები ეს არავისთვის არ იქნება და ჩვენ ამის ძალიან გვეშინია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შიში ფორმულირდება ესე, რომ მე მარტო დავიბადე, მარტო ვცხოვრობ და მარტო ვკვდები. მარტო დავიბადესთან ესეთი პრობლემა ისეთი აღარ აქვს, იმიტომ რომ დავიბადეთ უკვე და აქ ვართ, ხო. მაგრამ აი ეს მარტო ვცხოვრობ და ჩემი მარტოობა არასოდეს არ დამთავრდება და არანაირი ხიდი ჩემსა და გარე სამყაროს შორის, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მე აღარ ვარ. ეს არ არსებობს. ესეთი ხიდი. ეს არის ძალიან რთული გრძნობა, რის გამოც არის ნორმანი ესეთ. ესეთი ფსიქოტური, რამაც გამოიწვია ნორმან ბეიტსის ფსიქოზი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი გარჩევა მაქვს წაკითხული და მოსვენილი ამ ფილმის და ამ ნაწარმოების რობერტ ბლოქის პატარა, ძალიან პატარა რომანია. ეს რომანს ეძახიან, თუმცა რომანი არც არის, ანუ სულ რაღაც რამოდენიმე გვერდია. ნოველაა ფსიქოზი, ხო, ფსიქო. და იქ უბრალოდ იქ თავიდანვე ფოკუსში ნორმან ბეიტსია. თუმცა აქ ნორმან ბეიტსი მერე შემოდის. ანუ თავიდან ფოკუსში არის ეს გოგო, ხო? და ნორმან ბეიტსი ჩნდება მერე. ამას კინემატოგრაფში ახლა ეს ხერხია, რომელიც ალფრედ ჰიჩკოკს არ მოუგონია, მაგრამ რომლის გენიოსიც არის ალფრედ ჰიჩკოკი. მაკგაფინი ქვია ამ ხერხს. გაგიათ? ტარანტინოს უყვარდა მაკგაფინები. მაკგაფინი არის რაღაცა, რასაც მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ შენ ძალიან მნიშვნელოვანი გგონია, მაგალითად ეს $40,000. გგონია, რომ ინტერესი მთელი ამ ფილმის ამ ყველა თითქოს ამ $40,000 ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ $40,000 საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, ან ბოლოს აღმოჩნდება, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს.
არაფერი არ არის, ესეც იწყება, ხო, აი ეს ადამიანი რო შემოდის, თვრალი ამ ოფისში ამბობს, რომ ჩემთვის ეს ფული არაფერი არ არის, მე არასოდეს არ დამაქვს იმდენი, რისი დაკარგვაც არ შემიძლია. ანუ თან მინიშნება, რომ ეს არაფერი არ არის, მაგრამ მთელი ფილმის განმავლობაში გონია, რომ ეს არის ყველაფერი. ხო, ეს არის მაგგაფინი. ძალიან ხშირია ესეთი რაღაცები ჰიჩკოკთან, ამის დიდოსტატი იყო, როგორ გაჩნდა მაგგაფინი, თვითონ ეს ტერმინი, რაღაც ძალიან უცნაური ტერმინია, ხო, რაღაც შოტლანდიურ გვარს გავს და ესეც არის, მაგრამ ესეთი ანეკდოტი არსებობდა ინგლისში, მაშინ ჯერ კიდე ინგლისში იყო ალფრედი, რომ ისო რა ქვია, მატარებლით მოგზაურობს შოტლანდიელი და ინგლისელი და იმას რაღაცა გაზეთში გახვეული რაღაც შეხოთშორის უდევს მაგიტაზე და ეს ინგლისელი ეკითხება, რომ ეს რა არისო? ისე უნება, რომ მაგგაფინიო და მაგგაფინი რა არისო? ის რითაც შოტლანდიაში ლომებს იჭერენო. მაგრამ შოტლანდიაში ლომები ხო არ არის, ესე იგი ესეც მაგგაფინიც არაფერი არ არის. მოკლედ ესეთი ხო ინგლისური იუმორი ცოტა რთულია, მithumetes როდესაც შოტლანდიურთან გადაეჯაჭვება ხოლმე და ანუ რაღაცა რაც ყურადღებას იქცევს, მაგრამ არანაირი ფუნქცია, დანიშნულება არ აქვს, ხო? აი მაგალითად ტარანტინოსთან გახსოვთ ის ჩემოდანი მთელი ფილმის განმავლობაში ჩემო რაღაც რა ხდება ამ ჩემოდანში და ფილმი ისე მთავრდება, რომ ვერ გეგმობთ. ხო? რა დევს ის ჩემოდანში ის ხსნის, ხო? ბანდერას ერთად თუ არა მეორე როგორია? ტრაულტა ხსნის ამ იმას, რაღაცა ყვითელი შუქი ამოანათებს და ხურავს, ანუ ვერ გავიგეთ, ხო რა არის ეს მაგგაფინის, ანუ ტრაულტამ ეს აიღო ეს ილეთი, ესე ვთქვათ, ჰიჩკოკისგან. და ფსიქიაში არის ძალიან ბევრი მაგგაფინი, მართლა, ანუ რაღაცეები, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით და თითქოს ჩვენი ცხოვრების ცენტრალური თემაა. მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ არც არაფერს არ წარმოადგენს. არ არის ეს ძირითადი რაღაცა ხშირად გვემართება ეს. და აქ მაგგაფინი არა მარტო ეს 40,000 დოლარია, არამედ აქ მაგგაფინი არის ფსიქოანალიზით, სხვათა შორის ჰიჩკოკს უყვარდა ფროიდის დაცინვა. რაც არ უნდა უცნაური იყოს. ძალიან კარგად იცნობდა მას და ეს სახლი უკან მოტელის უკან რაც არის ჟიჟექს აქვს ეს სხვათა შორის თავის სტატიაში ყველაფერი რაც გინდოდათ ხსოდნოდათ ლაკანის შესახებ, მაგრამ გაიგეთ ალფრედ ჰიჩკოკისგან ეგეთი სტატია აქვს და იქ ამბობს, რომ ეს ბიჭი ენტონი როგორც პიროვნება დასრულდა მაშინ, როდესაც მან დედამისის ფიტული გამოიტანა ზედა სართულიდან, გამოატარა შუა სართული ან პირველი სართული და ჩაიტანა სარდაფში. ჟიჟეკისთვის ეს არის სუპერეგოს, ზედა სართული არის სუპერეგო, სადაც დედაზის მაკონტროლებელი ხო, რომელიც ვიღაცებს კლავს, რაც არ უნდა გააკეთო ისეთი რაღაცა, რომ მოგინდება იმას ამთავრებს. და მოდი კარგი დაკითხვა სხვა შორის. და ეს არის სუპერეგო, იქ არის დედა, დედის ოთახია, ხო, იქ გახსოვთ ის კადრი? ხელი, აი ეს გახსოვთ ის კადრი, ეს ხელები როდესაც ესეთი. ოქროს თუ რაღაც რკინის ესეთი. ეს არის სუპერეგოს განსახიერება, ეს ზედა სართული ამ სახლში, სადაც არის დედა. თორე ეგო აბსოლუტურად ნორმალურია, რა, ანუ რო შედიხარ ამ სახლში არაფერი განსაკუთრებული არ არის, ხო, თითქოს ისეც ვერაფერს ვერ ხედავ რა, რაღაც ნორმალური ნივთები დევს, ანუ არაფერი საეჭვო არ ხდება. და როდესაც მას ჩაქვს დედამისის ფიტული სარდაფში, როდესაც ეს სუპერეგო ჩადის არაცნობიერში და მთლიანად იწყებს ამ პიროვნების კონტროლს. და სადაც ნორმანი კარგავს მთლიანად თავის თავს. ამის მერე ჟიჟეკი თვლის, რომ ის თავის თავი არ არის. და ესეც რაღაც თვალსაზრისით მართლა ესეა, იმიტომ რომ
იზოლაციას ჩვენ ვიცნობთ სამი სახით. სხვა ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის ძირითადი თემებისგან განსხვავებით, როგორც არის მაგალითად სიკვდილი და როგორც არის თავისუფლება და როგორც არის უსაზრისობა, მით უმეტეს. ამაზე ზოგადად ფსიქოთერაპია არ მუშაობს ხოლმე ამ თემებზე, რაღაცა ამაზე რომ მოხდება ხოლმე ლაპარაკი, როდესაც რაღაცა კლიენტი რაღაცა ეგეთ თემას აღძრავს, ხო, ჩვენ ყველანი მოვხვდებით. ასევე მოდი ახლა რამე ისეთზე დამიწებულზე ვილაპარაკოთ. ესეთი მიდგომაა ხოლმე. ანუ თითქოს გაურბიან ფსიქოთერაპევტები ამ თემას, სხვა სკოლის წარმომადგენლები. მაგრამ იზოლაციის თემას იცნობენ. ამ 4 ეგზისტენციალური თემიდან იზოლაციის თემა ნაცნობია ყველა სკოლისთვის თითქმის და იზოლაციის გამოარჩევენ ისინი ორ სახეს. ეს არის პიროვნებათა შორის იზოლაცია. ან როდესაც მე მიჭირს კონტაქტში შესვლა სხვა ადამიანთან. და პიროვნებათა შორის იზოლაცია არის ის რაც საიდან შემოდის ეს სიცივე. მოგილეთ. პიროვნებათა შორის იზოლაცია არის ის რაც იწვევს მარტოობის შეგრძნებას, ხო, რაღაც მარტოობის განცდას და ამით გავს ძალიან ეგზისტენციალურ იზოლაციას. თუმცა განსხვავდება მაინც სიღრმით. ამ იზოლაციისგან ხშირ შემთხვევაში პიროვნებად შორის იზოლაციას იწვევს ისეთი ძლიერი ინსტიტუტების დევალვაცია, როგორც არის მაგალითად ოჯახი, ან რელიგია, ან იდეალი რაღაცა პოლიტიკური შეხედულებები თუნდაც და ასე შემდეგ, ეს ზრდის პიროვნული იზოლაციის განცდას და მარტოობის განცდას. არის კიდე ასევე შიდა პიროვნული იზოლაცია, რომელიც ბევრად უფრო რთული ამბავია. შიდა პიროვნული იზოლაცია არის ის, რაც ფსიქოთერაპია მუშაობს ძალიან ინტენსიურად, იმიტომ რომ აქ იგულისხმება იზოლაცია შენი პიროვნების ნაწილებს შორის. ანუ როცა შენ გაქვს, ფროიდისთვის ეს არის განდევნილი შინაარსი, ხო? განდევნილი შინაარსები და სიამდვილეში ეს შინაარსები კი არ არის ფროიდისთვის, არამედ არის შენი სუბპიროვნება, ანუ შენი პიროვნების ის ნაწილები, რომელთანაც თვითონ მე კარგავს კავშირს. ანუ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პიროვნების ამ ნაწილებთან კავშირი დაკარგოს. ეს ბევრად უფრო მაფორმაა იზოლაციის, ხო, და ბევრად უფრო რთულია. ხშირად ამას დისოციაციასაც ვეძახით. როცა ჩვენთვის გაუგებარია, ანუ რაღაცა არსებობს ისეთი ამკრძალავი ინსტიტუტი ჩვენს ფსიქიკაში, როგორც არის სუპერეგო, ანუ როგორც არის ეს ქალი, ხო, დედა, ნორმა ბეიცის. სხვა შორის სახელი არ აქვს ამ ქალს. ხო, იცო გითხარით, რომ ერთ-ერთი მსახიობისთვის სკამი იდგა თქმულმივად გადაღებებზე, ეს იყო მისის ბეიცის სკამი. ანუ ყველა მიცოდა, რომ მისის ბეიცი არსებობდა ფილმის გადაღების ბოლომდე. არავის არ ეგონა, რომ ეს ქალი არ არის. მოკლედ, ანუ როცა არის ისეთი ინსტანცია, რომელიც შენ გაიძულებს, რომ საკუთარი პიროვნების შემადგენელ სუბნაწილებთან კონტაქტი გაწყვიტო. და ეს ემართება ნორმას ძალიან ხშირად, ხო, ანუ თითქოს რაღაცა გადამრთველი აქვს თავისგან დედამისზე. ანუ მან ხო იცის, რომ თვითონ მოკლა ეს ქალი, მაგრამ იქცევა ისე, თითქოს წარმოდგენა არ აქვს ამის შესახებ. ანუ შიდა პიროვნული იზოლაციაც ძალიან ძლიერია ნორმალის შემთხვევაში, იმდენად ძლიერია, რომ მასში ცხოვრობს ორი პიროვნება. ან მეტი. ხო.
იუნგიანური მიდგომით იუნგისთვის ეს არის ჩრდილის და პერსონის ბრძოლა. ხო. და სხვა შორის იუნგ ძალიან დიდ პატივს სცემდა ალფრედი. როგორც ვიცი, მათ შორის არსებობდა მიმოწერაც კი, ხშირად ეკითხებოდა ხოლმე თავის რაღაც ფსიქოლოგიურ პორტრეტებზე, რაღაცებს, რჩევებს ეკითხებოდა მას. და იუნგიანური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, მაშინ გამოდის, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან სუსტი პერსონა, ძალიან სუსტი პერსონა და ყველაფერი რომელიც ეტევა მხოლოდ მოტელის ტერიტორიაზე, ანუ ამ 12 ნომერში, ესე ვთქვათ, და ყველაფერი რაც არის უკან, ანუ ეს ბნელი სახლი, ეს არის მთლიანად არაცნობიერი, თავისი დედით, დრამებით და ასე შემდეგ ყველაფრით რაც იქ ხდება. ეს არის მისი ჩრდილი, მისი ბავშვობა. იქ ირკვევა, რომ ნორმანი არის დედამისის მკვლელიც სიკვდილში, ანუ ნორმანმა მოკლა დედამისი 10 წლის წინ, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა. ჯერ მოკლა მისი საყვარელი და მერე დედამისი. და დედამისი კი არ დამარხა, არამედ მისი სხეული მოიპარა. და მისგან გააკეთა ფიტული, ამიტომაც ესეთი რთული კადრია ეს უკანა ოთახში რო შედიან, ხო, ოფისიდან რო გადიან და ძალიან ბევრი ფრინველის ფიტული აქვს. ფრინველების ფიტულს აკეთებს. კი, თვითონ იქვე ამბობს ნორმალი გადატვირთვა აქვს ამას, ხო, ანუ ეს გალის თემაზე ლაპარაკობს ძალიან ბევრს, რომ მე ამ გალიაში დავიბადე და მე სხვაგან ცხოვრება არ მინდა. სხვაგან ცხოვრება არ მინდა ნიშნავს მეორე ეგზისტენციალურ მოცემულობაზე თავისუფლებაზე უარის თქმას. იმიტომ რომ გალია ის არის რაც შენ ამ თავისუფლებისგან გიცავს. ანუ სუპერეგო თითქოს, ხო, დედა შენი ის არის რაც გიცავს იმისგან რომ შენი თავი გახდე. მაგრამ მაინც ის რომ შეზღუდულია, ხო, ამ თავისთავად. თulis, ხო, ანუ მაშინ ორი პირველივე იბრძვის, მან ერთი მხრივ იცის, რომ თავისუფლებისთვის არსებობს თითქოს ეუბნება კიდევაც დედამის რომ გავყიდოთ ეს მოდელი და გადავიდეთ რაღაც, ანუ ამ კონფლიქტს წარმოიდგენს თვითონ. იმიტომ რომ ეს არის მისი ავთენტური ნაწილი, რომელსაც ეს უნდა უნდოდეს. ეხლა ლაკანზე. რატო გახსოვთ ესეთი ფრაზა არის? მე არ შემიძლია მისი დატოვება. ეუბნება ამ გოგოს, რომ რატო არ წახვალო რა, რატო მე არ შემიძლია მისი დატოვება. იმიტომ რომ ის მოხუცია ავადმყოფი და მიხედვა ჭირდება. ეს არის ზუსტად თავისუფლების ვერ გაბედვა. იმიტომ რომ თავისუფლება როგორც თემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე დღევანდელ პოლიტიკურ, სოციალურ პარადიგმაში, თქოს ის რაღაცა არის, რისკენას ყველანი მივისწრაფვით. მაგრამ ეგზისტენციალური თვალსაზრისით თავისუფლება არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიშის წყარო ასევე. რომ არანაირი წინასწარი წანამძღვარი არანაირი ორიენტირი სამყაროში არ არსებობს. და შენ აბსოლუტურად თავისუფალი ხარ ამასთან მიმართებაში და შენ შენით უნდა შექმნა ეს ორიენტირები. და რადგან შენით უნდა შექმნა ეს ორიენტირები, შესაბამისად შენ ვერ გაურბიხარ ვერასოდეს პასუხისმგებლობას იმის წინაშე, რაც შენ ცხოვრებაში ხდება. ძალიან რთული რამეა. ნორმანს ყავს ვიღაცა, ვისაც გადააბრალებს ყველაფერს. დედამისი. ანუ როდესაც დგება მომენტი, რომ ვეღარ გადააბრალებს დედამის ყველაფერს. ის ხდება დედამისი.
ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად დედის სახე. აქ ფსიქოანალიზის კუთხით ვიყურებთ ამაზე ჯობია. რა არის დედა საერთოდ? ამ თვალსაზრისით. დედა ცხოვრების პირველ ეტაპზე ფროიდის მიხედვით არის ბავშვის სექსუალური ლტოლვის გაუცნობიერებელი ობიექტი. ხო? ანუ მისთვის კონცეფცია დედის. ის კონცეფცია, რომელიც სუპერეგოს კონცეფცია არ არსებობს. შესაბამისად არის რატო არ შეიძლება თუნდაც დედას. ან ყველაზე კარგად ვისთანაც ხართ, ყველაზე რა ვიცი, თბილი ვინც არის შენს მიმართ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის სექსუალური ობიექტი. და ნორმალის შემთხვევაში მოხდა ისე, რომ ის ვინც ეს ლტოლვა ფსიქოანალიზის ამ ფროიდისეული კონცეფციის მიხედვით უნდა დაძლიოს, ეს არის მამა, ხო, ანუ ძლიერი მესაკუთრე მამრი, რომელმაც ეს კავშირი უნდა აკრძალოს, ეს კვდება. და ჩნდება ვიღაცა ახალი კაცი დედამისის ცხოვრებაში. ისი საყვარელი, რომელიც მას დაარწმუნებს, რომ ეს მოტელი იყიდოს და ამ შემდეგ და რომელსაც ასევე თავის მხრივ ყავს ცოლი. ხო, და ატყუებს დედამისს. შესაბამისად, ბავშვისთვის თუ შედარებით რთული გასაგებია, რომ მამა რატომ უნდა იყოს ამ გზალავი ინსტანცია, რომელიც მას დედასთან ამ კავშირში ხელს უშლის. ეს ვიღაცა მამინაცვალი საერთოდ გაუგებარია. მით უმეტეს ისეთი, რომელიც დედას ატყუებს და მან იცის, რომ ძალიან ცუდი ვინმეა. მე ხო შემიძლია ბევრად უკეთესი ვიყოს ვიყო. დედა ჩემისთვის. და ეს თემა აქ ჩანს, ან იკითხება ფროიდიანული ეს თემა. ასევე იკითხება და ამ თემის ექსპლუატირება ძალიან უყვარდა ლაკანს. ანუ ლაკანი იყო ის, ვინც ბევრად უფრო შორს წავიდა ამ თემის ექსპლუატაციის თვალსაზრისით, ხო, როგორ ხდება პიროვნების ფორმირება ამ თვალსაზრისით და ლაკანი მივიდა თავისი ცნობილი სარკის თეორიამდე, ხო, სარკის თეორია. ანუ ნახეთ სამეგრელოში არსებობს ესეთი შეხედულება კი არა და ესეთი სამეგრელოში ბევრი ტაბუ არსებობს ვაშინერს ეძახიან ოღონდ მეგრელები. ანუ ეს სიტყვა შენარჩუნებული სიტყვა ტაბუც მეგრულად არის შენარჩუნებული ვაშინერს ქვია. აი ვაშინერს არის ტაბუ. არც ახსნა რო არ ჭირდება რომ რატო არ უნდა გააკეთო. და სამეგრელოში არის ეგეთი ტაბუ, ანუ ეგეთი ვაშინერს, რასაც ქვია ბავშვი 1 წლამდე სარკეში არ უნდა ჩაახედო. და უცნობიერია ხო? არ უყვართ. ხო, დასავლეთ საქართველოში არის. ნუ სამეგრელოში ოღონდ ესია რა ვაშინერს არის, რა. და სულ ფიქრობდი რატო? და მე მივხვდი რატომაც ახლა რაღაცა. ცოტა ლაკანი, ცოტა ფრომი და ასე შემდეგ და მე ხვალ დინამის გაგებაში. იმიტომ რომ 1 წლამდე 9 თვიდან 1 წლამდე ბავშვს უყალიბდება ინდონის თვითახკმა, რომ თავის გამოსახულებაში საკუთარი თავი იცნოს. სარკეს ჩვენ ვიყენებთ ზუსტად თვითახკმის ინსტრუმენტად. მაგალითად ცხოველებს, როდესაც ვაკვირდებით, რომ გავიგოთ, რამდენად თვითახკმადია ესა თუ ის ცხოველი, ამას ვაკეთებთ სარკით. მაგალითად თქვენ რომ გორილას წაუსვათ მწვანე საღებავი ლოყაზე და მერე გარკვეული პერიოდის მერე ჩაახედოთ სარკეში, გორილა არ დაიწყებს სარკის წმენდას. ან მეორე გორილა არ გონია ის, რასაც სარკეში ხედავს, ის დაიწყებს თავისი ლოყის წმენდას, ანუ იცის, რომ თავის თავს ხედავს სარკეში. პირველივე დანახვაზე იცი? პირველივე დანახვაზე იცი. შეიძლება საერთოდ არ ქონდეს მანამდე სარკე ნანახი. ასევე ყვავებმა იციან, რომ თავის თავს ხედავენ სარკეში, ყვავების, თევზები ვერ ცნობენ მაგალითად. და ამიტომაც თევზები სულელები არიან და თევზებზე არის ძალიან ბევრი სასაცილო ექსპერიმენტი სარკესთან დაკავშირებით. შეგიძლია
სხვადასხვანაირად დაუდგა ეს სარკეები და მოაჩვენო, რომ რაღაცა მას ეგონება, რომ აი ეს თევზი, რომელიც ჩემნაირია და მე ჩემიანი მგონია, ის მეწინააღმდეგება და შეიძლება რაღაცა საბრძოლოდ განეწყოს. მე შეგვიძლია გავუკეთო მეორე თევზი და მიხვდეს, რომ აი აქ ეს უკვე მე მეხმარება. მე შეგვიძლია ამ სარკის ისეთი რაკურსი შევუცვალ, ბევრს აკეთებენ ამას ხოლმე. შეგვიძლია YouTube-ზე ნახოთ სარკის ტესტები თევზებზე. ეს ქართულად არა ინგლისურად თუ აკრებთ. მოკლედ ბევრი ის არის და მე შეგვიძლია ისე დააყენო ეს სარკე, რომ ამაზე გონოს, რომ ეს რომელიც მისი მეგობარი გონია, ეს რაღაცა თქვათ ბოლომდე არ მოყვება და მე ამას გავუბრაზდეს. მოკლედ ძალიან სასაცილოა თევზებზე ამის დაკვირვება. მაგრამ უმაღლეს პრიმატებს, შიმპანზეებს, გორილებს, ორანგუტანგებს და ასე შემდეგ და კიდე სხვა მაიმუნებს, მაგალითად კაპუცინებს და ასე შემდეგ შეუძლიათ სარკეში საკუთარი თავის ცნობა. ჩვენ ძალიან არ მიყვარს, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ვერ ცნობს სარკეში. ჩვენ ხვდებით, რომ ის საკუთარ თავს ვერ იმეცნებს. ამიტომაც არის ეს ვაშინერს. სამაგიეროში, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან არ მიყვარს, როდესაც ბავშვი დებილივით სარკეში იყვება და თავის თავს ვერ ცნობს. რა ეს რო ვთქვათ ემოციურად ეს არის ძალიან რთული დასაკვირვებლად და ამიტომაც არ ვუყვართ. ბოდიში შანსი არ არის რომ იცნოს? 9 თვემდე როგორ წესი არა. ნუ შეიძლება 1-2 თვით ადრე იცნოს, გააჩნია რამდენად განვითარებული ბავშვია ხო, მაგრამ რა ვიცი, საშუალოდ ესე ყალიბდება. 9 თვიდან 1 წლისამ უკვე უნდა იცოდეს, როგორც ისეა. ხო, და აი ფრომი რას მიხვდა ახლა? ფრომი მიხვდა ესეთ რამეს, რომ ფრომს აქვს სხვადასხვა ფანტასტიკური წიგნი თავისუფლებისგან გაქცევა, რომელსაც ყველას გირჩევთ, რომ წაიკითხოთ, იმიტომ რომ ზუსტად მეორე ეგზისტენციალურ შიშს ეხება თავისუფლების შიშს. და რა ხდება ახლა აქ სარკესთან დაკავშირებით რას ყვებოდი? ხო, მაგამდე ვამბობდი რა, ფრომზე ვამბობ, ხო, ფრომზე. ფრომი არის ის ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ფსიქოანალიტიკური დაკვირვების სქემა, იმიტომ რომ მიხვდა რა განაპირობებს ესეთ მიმართებებს, გარდა სექსუალური, ფროიდს თუ მთლიანად სექსუალური ეგონა, ესეთი დამოკიდებულებები დედასა და შვილს, მამასა და შვილს შორის, ანუ მშობლებსა და შვილებს შორის, ფრომმა შემოიღო აბსოლუტურად სხვა გაგება, მის აი თავისი ეთოლოგიური ცოდნიდან გამომდინარე, რომ ბავშვის თვითგადარჩენისთვის აუცილებელია, რომ მან მოიმხროს უფროსი. ანუ უფროს თავი შეაყვაროს, ესე ვთქვათ. მის წინაშე დგას ეს ამოცანა, იმიტომ რომ ანუ ის ბავშვი ის პატარა ეს რაღაცა დიდი, ანუ მიმართება თავისთავად ესეთი, რომ შენ გჭირდება უფროსის კეთილგანწყობა. ჩვენ ესე ვიწყებთ ფუნქციონირებას სამყაროში, ხო? და ეს იმდენად ძლიერი მოთხოვნილებაა, რომ იმდენად მნიშვნელოვანი ამოცანა ბავშვის წინაშე, რომ მის თვითგადარჩენა მართლა ამაზე არის მიბმული, იმიტომ რომ მაგალითად და ეს იწვევს იმას, რომ ჩვენ რეფლექსორული მოძრაობების დონეზეც კი ჩაშენებული გვაქვს სხვისი გათვალისწინება. ხო, ანუ ცნობიერ დონეზე კი არა, რეფლექსორულ დონეზე, პირველი რეფლექსი არის წოვის რეფლექსი, ხო ბავშვის? ერთ-ერთი პირველი რეფლექსი რომელიც გვაქვს. თუ ბავშვი არ ითვალისწინებს უფროს და წოვს ისე, რომ ძუძუ დაუზიანდეს დედას, ის ვერ გადარჩებოდა. ნუ ეხლა გადარჩება, იმიტომ რომ 1000 ფხვნილი და რაღაც არსებობს, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ვიცი, შუა საუკუნეები. სოფელში 30 ოჯახია სულ. და არის 2 მეძუძური ქალი. სულ. ანუ ბავშვმა დააზიანა დედის 2 მეძუძუ და არის მეორე მეძუძური ქალი. რომელმაც შეიძლება ამ ბავშვს თავისი რძე გაუზიაროს. მაგრამ ის უარს ამბობს, იმიტომ რომ მაშინ მისი შვილიც ვერ შეჭამს რძეს, თუ ამასაც გაუფუჭებს. შესაბამისად, თუ არ ანუ ბავშვები, რომლებიც ვერ ითვალისწინებდნენ, რეფლექსორულ დონეზეც კი უფროს, ისინი უბრალოდ ვერ გადარჩებოდნენ. შესაბამისად, ჩვენ ცნობიერების დონეზე კი არა, რეფლექსორულ დონეზე გვაქვს ჩაშენებული სხვისი გათვალისწინება. ეს აუცილებელია თვითგადარჩენისთვის. ეს არის ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას
გაუცნობიერებლა და ბავშვმა არ იცის ამის შესახებ, რომ მან თავი უნდა მოაარო, ესეთი ამოცანა არ არის, რომელიც უნდა ამოხსნას, ხო? ანუ ცნობიერება ჯერ არ აქვს. მაგრამ ძალიან ბევრი ცოდნა გვაქვს ჩვენ არცოდნის სტრუქტურაში და ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს არცოდნის სტრუქტურაში. და ეს არის გამოწვევა არცოდნის სტრუქტურაში, რომელსაც ბავშვი პასუხობს ცოდნით არცოდნის სტრუქტურაში. შვილი ბავშვები გამოყოფენ 10-ჯერ უფრო მეტ სეროტონინს ვიდრე ჩვენ. ზოგიერთი გათვლით მეტჯერ უფრო მეტსაც. და სეროტონინი არის ჰორმონი, რომელიც იწვევს თვალის გუგაზე მოხვედრის შედეგად. ჩვენ რეცეპტორები გვაქვს სეროტონის თვალის გუგაზე, ამ თქვენ დაიწყეთ სეროტონის გამოყოფას და ჩემ თვალის გუგამდე მოვა ეს მეც დავიწყებ საპასუხო სეროტონის გამოყოფას. შესაბამისად ურთიერთობას, რომელიც არის ჩვილსა და დედას შორის სეროტონინულ ტანგოს ეძახიან. ხო? ანუ ეს ბავშვი დედის სიყვარულს ყიდულობს ამ ზედმეტი სეროტონინით. ძაღლებიც იგივე საკეთებენ. ძაღლები რა საკეთებენ ხო? ხო იცით, ხო დაგვირები ხართ? ესე რომ დაждდება და ესე რომ გიყურებს. ხო? და შენც ამ სეროტონინს უყოფ მას და გიყვარდება. ანუ იდო შენს მოკლედ ესე წყვეტენ ბავშვები ამ მოთხოვნილებას, რომ დიდისთვის ვიყო მისაღები. მოდი ახლა ამას დავამატოთ ეს თვით შემეცნებაზე რაც ვილაპარაკეთ, საკუთარი თავის ცნობაზე. ბავშვს არ შეუძლია 1 წლის ასაკში როგორც წესი სიარული არ იცის. შეიხედოს სარკეში. ასე რომ როგორც წესი, როდესაც ჩვენ პირველად ვცნობთ, შეგვიძლია ვიცნობთ საკუთარი თავის სარკეში, ჩვენ ხელში უჭირავთ დედას. ესე, ამ დედას უჭირავს ბავშვის ხელში. და ამ დროს ბავშვისთვის რაც არ უნდა უცნაური იყოს, ის გიცნობს საკუთარ თავს სარკეში, თავის ანარეკლში. მაგრამ მნიშვნელოვანი არა ის, თუ თვითონ როგორ ხედავს თავის თავს. არამედ მნიშვნელოვანია ის დედა როგორ ხედავს მე. იმიტომ რომ მისი თვითგადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, რომ დედა იყოს მის და მიკეთილ განწყობილი. და ჩვენ ამას ვერ ვიშორებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში ზოგჯერ. და რეალიზდებით არა საკუთარ თვალებში, არამედ სხვის თვალში, როგორ რეალიზდებით. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის. და ნორმანი როგორც ჩანს ესეთი დამოკიდება, ანუ ნორმანი არის ადამიანი, რომელიც ვერ ბედავს საერთოდ დედამისისგან წასვლას. იმდენად ვერ ბედავს, რომ დედამის არ აძლევს სიკვდილის უფლებასაც კი. ანუ კლავს, მაგრამ ანუ ნორმანი არის ადამიანი, რომელმაც დედამისი მოკლა იმიტომ, რომ ის მარადიულად ყოფილიყო მასთან. არა, იქნება დედამისი მოკლა იმიტომ, რომ დედამისი არ მომკვდარიყო. მან ეჭვიანობა არ იყო საფუძველი. არა, ეჭვიანობა იყო, ხო, მაგრამ ეჭვიანობის, ანუ ეჭვიანობა არის ეჭვიანობა არის შედეგი, რასაც ხედავთ რა, ანუ მე ხო საფუძველზე ვილაპარაკი, რა საფუძველია გამეჭვიანობას თავისთავად. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ დედა მექი არ მიყურებს, დედა უყურებს ვიღაც რა მე ბადრის, მეფოს, რა ვიღაცას რა, სხვას. და ეს ძალიან რთულია. მამა თუა კიდე არა უშავს. ხო, მამასთანაც პრობლემები გვაქვს ხოლმე. მაგრამ ხო. და მიზეზი სულ პირველი მიზეზი, პირველ საწყისი ამ ყველაფრის ჩემი აზრით არის ზუსტად იზოლაციის განცდა. რომ მე არ შემიძლია შევეგუო ჩემს მარტოობას. ამას აკეთებს ნორმალი. იმდენად, ანუ ორი ხერხი გვაქვს ხო ამ მარტოობისგან გასაქცევად. როგორ შემიძლია მე ჩემს მარტოობას მოვეღინო. ერთი რომ მთლიანად წავშალო ჩემს საზღვრები და გავხდე სხვა ადამიანი. და ესეთი ადიქციური დამოკიდებულებები ძალიან ხშირია ხოლმე. და მეორე რომ მე შთანთქო სხვა ადამიანი. გავხადო ჩემი პიროვნების ნაწილი. ხო. და ნორმანი ახერხებს ბოლომდე საკუთარი თავის წაშლას. ბოლოს ის ხდება დედამისი. რომელიც არის მოძრაობს ბუზის მოკლაც კი არ შემიძლია. ეხო ისეთი კარგი ვარ, რომ ბუზის მოკლაც არ შემიძლია. ასე რომ რა ვიცი, ჩემი რჩევა იქნება გეშინოთ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ ეჭიანჭველასაც ვერ გავსრეს. კიდევ ერთი გენიალურობა, ხო, დედამისი. კიდევ თან თვითონ ამას კლავს. ხო, თან თვითონ არის კლავს. ხო, ანუ ენტონის აი ეს ნაწილი, ხო? მან
მაგ მომენტში იტყუება. ნებუს ვერ მოკლავა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ყველაფერი გადააბრალა თავის შვილს. ეს ის იმან გააკეთა და მე მაბრალებს. მე ხო ბუზის მოკლაც კი არ შემიძლია. ხო? აი ტრამული ბავშვობა და დედის როლი აი ამ შედეგთან ზოგადად როგორიც არის პიროვნება. თქვენი აზრით აი რამდენი პროცენტია და ჩანს თუ არა? კი, ხო რა თქმა უნდა დედის მნიშვნელობა არ ჩანს, ხო? ანუ აი აქტის ცუდი სტილი მაგალითად. რამდენად ცუდი იყო ეს ხალი არ ვიცი, ანუ საერთოდ არ ჩანს ეს ამ ფილმში. ეხლა იმ მომენტიდან, რასაც ის შერიფის თანაშემწე ლაპარაკობს, ის იყო სავსებით ნორმალური ხალი. ხო, რაღაცა, რომელსაც ანუ ხო, მაგრამ აი მგონია რომ მესამე პირებისთვის როგორც შეიძლება იყოს მეზობელი, აი ძალიან ზედაპირულია ხოლმე ეს. ხო, მაგრამ ნორმანიც ესეთი იყო ამ შერიფისთვის. ხო, ანუ ნორმანი იყო ერთი საცუდავი ბიჭი, რომელიც მარტო იზრდება იქ და ნორმანს აქვს სხვადასხვა არის კიდე ერთი ძალიან სერიოზული მომენტი, რომელიც ამ ფსიქოთერაპიულ სქემებს ძალიან კარგად პასუხობს, ეს არის ვუაიერიზმის თემა. ვუაიერიზმი, ანუ თვალთვალი. ხო, ანუ რაღაც ისეთი სკურება, რაც ჩემთვის აკრძალულია, გახსოვთ? ის ნახატი იყო ჯუჯრუტანიდან რო უყურებს, ეს როგორ შედის სააბაზაროში. მე მგონი მოკლის სული მაგის შემდეგ გაუჩნდა, იმიტომ რომ დედა ჩაიგდა. ეს არის ზუსტად ხო ეხლა მეორე ეკრანიზაციაში ფსიქოსი, ხო, რომელიც უფრო მოგვიანებით არის, არა ჰიჩკოკის, სადაც უკვე აკრძალული არისო ეს, იქ ნაჩვენებია, რომ ბეიცი მასტურბირებს, როდესაც ესე იყურება იქიდან. ხო, ანუ ცოდვას ჩადის. აქაც რაღაცა ჩანს, თითქოს რაღაცა ესეთი მოძრაობა არის ამ იმის დროს. ანუ ნორმალი ვერ უშვებს იმას, რაც იმდენად ძლიერია მისი შიში იყოს საკუთარი თავი და შეიძინოს საკუთარი საზღვრები, რომ ურჩევნია, რომ ეს დედა იყოს მისთვის გალია, რომელშიც ის, ანუ რომლის შიგნითაც იქნება ის. ეს არის ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ შეუძლია საკუთარი იზოლაციის მიღება, საკუთარი იზოლაციაზე ფიქრი. და იმდენად თანახმაა, რომ ოღონდ თვითონ არ იყოს და აქ მისი იზოლაციის შიში გადაჯაჭვულია მისი თავისუფლების შიშთან. თუ თავისუფალი ხარ, მაშინ მთელი შენი ცხოვრება შენი პასუხისმგებლობა და ზუსტად ეს პასუხისმგებლობისგან გაქცევის შიში აიძულებს მას, რომ გახდეს დედამისი. თქვენი აზრით უდანაშაულობის შექმნებასთან თანაფარდობაშია, ანუ ის ესქმედება, რომ იქ დედა ამ მომენტში და ამ მომენტში მკვლელია. კი, რა თქმა უნდა, ხო, ის არის, ანუ კავშირი აქვს დაკავებული თავის პიროვნების ისეთ ნაწილებთან, როგორც არის ჩრდილი. ანუ არ აღიარებს ამას, ის არის პერსონაჟი თლიანად. იუნგიანური მიდგომით რო ვილაპარაკოთ. ის არ აღიარებს თავის პიროვნების იმ ნაწილს, რომელსაც უნდა სექსი, რომელსაც მოეწონა ქალი, რომელსაც უნდა აქედან წასვლა, რომელსაც არ უნდა რაღაცა მიხულებულ მოტელში იზრდეს 24 საათის განმავლობაში და კონდეს 12 ცარიელი ოთახი, რომელსაც ალაგებს დღიდან დღემდე მიუხედავად იმისა იწვა თუ არა იქ ვინმე. ხო. მისი ავთენტურობაც ჩანს ამ ფილმში. ეხლა კიდევ ძალიან საინტერესოა როგორ ელაპარაკება ჰიჩკოკი ჩვენს არაცნობიერს. ანუ არის ნაწილი აქ ფილმის, სადაც ის ჩვენს ცნობიერებას ელაპარაკება და არის ნაწილი, სადაც ელაპარაკება ჩვენს არაცნობიერს. ესეც ზუსტად იუნგის ცოდვით არის გამოწვეული. თუ გახსოვთ პირველ სცენაში რა ფერის არის ეს ქალი? თეთრი საცვლები აცვია. ხო? ანუ კარგი გოგოა, თეთრი გოგოა. დედის პერსონაჟი. არა. სულ დასაწყის ფილმის, როდესაც არიან სასტუმროში იქ სადღაც, ხო? ეს და მისი საყვარელი. ხო, სემი, ხო, სემუელს, ხო, სემი. არა, აღარ გამოჩენილა მთელი ფილმის განმავლობაში. და მეგონა რომ მთელი ფილმი მაგაზე იქნებოდა იმ კაცთან ურთიერთობაზე. ხო. ხო, ეს არა, მე გამოჩნდა თავის ის იყო. ის სემია კი.
ის არ გაქრა, მაგრამ ცხოვრების განმავლობაში. ძირითადად, ანუ გონია, რომ ძირითადად პერსონაჟი, ანუ პირველ, რა ვიცი, დასაწყისში 2/5-ზე უფრო ნაკლები არის გასული. როდესაც ის ვინ ძირითადი პერსონაჟი გონია კვდება და რაღაცა ისა გაქვს, რომ და მერე როდესაც სახლში მოდის ამ ფულით. უცებ იცვამს შავ საცვლე, ანუ შავი რაღაცები აცია უკვე. ანუ უკვე სხვა გოგოა. უკვე ეს არის გოგო, რომელმაც თავისი პიროვნების სურათი შეცვალა, რომელმაც ამოაყირავა ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან ისეთი ხო, რა თქმა უნდა, კინომცოდნეები თქვენ არ ახართ, რომ ესე იმათ ჩაიწეროთ ხო, რაღაცა ეს ყველა კადრი რა ხდება, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს ახდენს გავლენას თქვენს ფსიქიკაზე. ხო, ანუ ძალიან ისეთია და მე ეს გულშემატკივრობა, როდესაც გადაწყვეტს, ან როდესაც მან აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა. და რომ ითვლის რამდენი მოაკვა ამ ფულს, იქ რაღაცა $700 მანქანის ყიდვის, საწვავის, რაღაცებს ამებს რომ ამატებს და რომ ფიქრობს რამდენი უნდა დააბრუნოს. $700 დიდი ფულია, მანქანის დანაშაულ ხო, როცა აღიარებს, რომ სხვა შორის ნორმათან საუბარი დაეხმარა მას ამ ამბავში, რაც არ უნდა უცნაური იყოს. ხო, იმიტომ რომ ის ამ გალიის მეტაფორას უყურებს არა ნორმანის თვალთახედვიდან, არა იმ ჩიტის თვალთახედვიდან, რომელიც გარეთ არის, არამედ იმ ჩიტის თვალთახედვიდან, რომელსაც აქ ჩაკეტავენ. და აი ეს შიში მასში იწვევს გამოგვიძებს, მასში იწვევს კათარზის. ნორმანი ის არის, ამას კი გონია, რომ ნორმანი ის არის, ვინც გარეთ არის, მაგრამ ნორმანი ის არის, ვინც შიგნითაა. და იმისთვის ეს გალია დაცვის მექანიზმია. ამიტომაც ფსიქოლოგიაში განსაკუთრებით ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიაში ნებისმიერი დაცვითი მექანიზმი, აბსოლუტურად ნებისმიერი დაცვითი მექანიზმი არის გალიის ნაირსახეობა. არის რაღაცა, რითიც ჩვენ ვზღუდავთ იმ გამოცდილებების მიღების შესაძლებლობას ჩვენი ცხოვრებისგან, რომელიც ჩვენთვის ცხოვრებას გადადებული აქვს. ანუ მე მირჩევნია, მე ჩემ თავს ვარწმუნებ, რომ მირჩევნია რაღაცები არ დავინახო და არ ვიგრძნო ჩემ ცხოვრებაში იმისთვის, რომ დავრჩე დაცულ გარემოში, ანუ იმისთვის, რომ ვიჯდე გალიაში. და კი, ძალიან ძლიერი რაღაცაა ეს იზოლაციის შიში. მაგრამ ეგზისტენციალური თერაპია მუშაობს სწორედ ესეთი რევერსიის მეთოდებს ვეძახი მე ამას, როდესაც ჩვენ ვქმნით რევერსიებს. ჯობია რომ მოახერხო მთლიანად საკუთარი საზღვრების შეცვლა. თუ თვლით რომ ჯობია, ესე იგი თქვენთან ახლა ხართ, როგორც ნორმანმა დაკარგოთ თქვენი პიროვნულობა მთლიანად და გახდეთ სხვა პიროვნება. ასე რომ ყველაზე კარგი რამე, რაც შეიძლება დაგვემართოს, არის ზუსტად ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია, რომ ჩვენი იზოლაცია არასოდეს არ დამთავრდება და ვერასოდეს შენ ვერ იგრძნობ სხვისი გულით, ვერ დაინახავ სხვისი თვალებით და ვერ იფიქრებ სხვისი აზრებით. ამაზე კარგი რაღაცა არ არსებობს და როდესაც ამას ვებრძვით, ეს არის პირდაპირ გზა ფსიქოზისკენ. ასე რომ, ფრთხილად იყავით ამასთან იზოლაციასთან ბრძოლის ამბავში. ფრთხილად იყავით საკუთარ დაცვით მექანიზმით. დიდი მადლობა ყველას, რომ მომისმინეთ და ბავშვობიდან ნახეთ მოწყობილ ეს რაღაცა და ჩადავით გაქვს თუ შაში ჩვენ ბავშვობიდან რა მოხდეს ეგეთი რაღაცები აღმოჩნდა ნორმალები. სხვა შორის არც ისე ბავშვობიდან არის როგორც ჩანს ეს. ნორმანი არის ალბათ, რა ვიცი, ალბათ ამ დროს ენტონი პერკინსზეც კი უნდა გელაპარაკოთ რაღაცები მაშინ. ენტონისთვის ძალიან ენტონი იყო საუკეთესო არჩევანი ამ ფილმისთვის. ენტონი იყო დედის მიერ ფაქტობრივად განადგურებული ადამიანი მართლა. თვითონ ამბობს ენტონი პერკინსი, რომ არასოდეს ჩემ ცხოვრების განმავლობაში მე დედა ჩემისგან არ მიმიღია აღიარება. იმდენად ძლიერი იყო ენტონი პერკინსისთვის ეს, რომ მან დაიწყო ცხოვრება როგორც ჰომოსექსუალმა
და დაჭირდა ხანგრძლივი ფსიქოთერაპიის კურსი, რომ ამ დამოკიდებულებიდან გამოსულიყო, როდესაც ფსიქოსი იღებდნენ ენტონი პერკინსს ეს უკვე დამუშავებული ჰქონდა. ამიტომ მისთვის ძალიან როგორ ვთქვა, ორგანული იყო ამ როლის თამაში. ფსიქოთერაპიის შედეგად ენტონი პერკინსმა ცოლიც მოიყვანა, ანუ საკუთარი სექსუალობის პრობლემაც დაძლია. რომელიც ნაკარნახები მიხვდა, რომ ნაკარნახები იყო შიშით, დედის მიმართ შიშით იყო ნაკარნახები და ამის გადალახვა მოახერხა. და ამიტომაც არის ალბათ ჰიჩკოკი ესეთი გენი, ანუ ძალიან ზუსტად არჩეული ადამიანი თვითონ ალფრედის დედაც ძალიან უცნაურ მეთოდს იყენებდა ალფრედის დასჯის ბავშვობაში. მაგალითად, ის მას აიძულებდა, რომ დანაშაულის შემთხვევაში გარიყო ჩუმად მისი საწოლის ფეხების მხარეს რა, იქ, რომ ამას ეყურებინა, რომ რაღაცა სანამ იმდენად არ დაიღლებოდა, რომ ჩათვლებდა დაძინების საშუალებას არ აძლევდა. თვითონ იწვა. ხო. ესეთი უცნაური იყო. მაგრამ ალფრედი ვერ იხსენებს მას როგორც, ანუ ეს იყო ერთადერთი უცნაურობა, რომელიც დედაჩემს ახასიათებდა. ვერ იხსენებს მას ესე იმად არ იხსენებდა. როგორც სასტიკ ქალს. ასე რომ ხო, ენტონი პერკინსის ისტორია უფრო მნიშვნელოვანია აქ ამ დრამატიზმში შესასვლელად. სამაგიეროდ ალფრედს ჰქონდა შემთხვევა, მამა იყო ძალიან ისეთი ტირანი. ანგლიკანები არ იყვნენ და ეს უკვე ანუ ინგლისში გაიზარდა კათოლიკურ ოჯახში, ნახევრად ირლანდიელები იყვნენ მისი მშობლები და ანუ სულ ჰქონდა განცდა, რომ რაღაცა არც რელიგიის თვალსაზრისით იქ არ არის სადაც უნდა იყოს, ხო, იქ ყველა ანგლიკანია, ეს რაღაცა კათოლიკე რაღაცა და მამა ერთხელ გააგზავნა პოლიციაში. ისაო რა ქვია, რაღაც დააშავა ამან ალფრედი პატარა და ისაო რა ქვია, უთხარიო იქ ოფიცერსო, რომ შერიფსო, რომ შერიფი არის ინგლისში, ხო, ოფიცერს უთხარიო, რომ მამამ გამომაგზავნა, რომ მიჩვენოთ როგორც ჯიან დამნაშავეებსო და ჩაკეტეს 10 წუთით საკანში. ალფრედი ჰიჩკოკი და თელი ცხოვრების განმავლობაში ეშინოდა პოლიციის. და იმ პოლიციელმა უთხრა, რომ ისაო რა ქვია, ესეჯიან დამნაშავეებსო და ამის ძალიან ეშინოდა, აი ძალიან ეშინოდა პოლიციელების. ისეთი რაღაცა აქაც ჩანს სხვათა შორის, ხო, რაღაც ის რომ მოდის ხო ის დეტექტივი რო შემოდის, ეს სულ იკითხება პოლიციელი ხო არა, პოლიციელი ხო არა, ანუ აი ეს დაჭერიში და ეს იმდენად ძლიერი იყო, ხო. რომ იმდენად ძლიერი შეშია, რომ ზუსტად იმანა, რომ მისი დანაშაულის დამალვა ვეღარ ხერხდებოდა, იმან მისცა ნორმას აი ეს გაქცევის იმპულსი, რომ მთლიანად მიეგდო საკუთარი თავი და გამختارიყო დედამისი, ანუ თავშესაფარი ეპოვა დედამისში. ზუსტად ის გააკეთა, რასაც ფილმში ყვებოდა, რომ შევიდა მთლიანად ამ გალიაში. აი ეს კადრი 72 ჯერ რო გადაიღეს, რთული რო იყო რომელი ნაწილი? ხო, რომ მიხვდით? ჩაძირვის ამბავი. ბევრი დეტალი იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ესე კონკრეტული ვერ აღმოაჩინე ერთი რომელიც ეს კონკრეტობის კადრი. რომელი? კვლელობის კადრი. პირველი კვლევების კადრი, აი ამ გოგოს რო კლავს, ხო და სხვაშორის არის ეს კვლევა ჩატარებული, რომ ეკითხებიან ადამიანებს, ვინც ეს კადრი ნახა, ეს კადრები ნახა, რომ რა დაინახეს. ისინი ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ დავინახეთ გამოსწორდა სისხლი, ჩვენ დავინახეთ ამ გოგოს მკერდი, შიშველი მკერდი და ჩვენ დავინახეთ დანა, რომელიც შევიდა სხეულში. დაინახეთ ესენი? არა, შესული. სისხლი დავინახეთ მეც. სისხლი არის. როგორ რაღაც ჟელე, რაღაც, ხო. ჟელე დაიწყო სისხლი. სისხლად ხო დააღო. ხო. ამის დიდოსტატი იყო.
ეს ნორმას დისოციაცია რო დაემართა, მიზეზი რა იყო? შეიძლება ითქვას, რომ ტრამა რომ იყო და მაგის ფსიქიკმა დამცველის მექანიზმის საშუალებით შექმნა პერსონა, რომელიც დაიცვა იმის სასტიკი ჩადენილი დანაშაულის მიმართ, რომ დედამისი მოკლა. ხო და მე მგონია რომ არც ერთი ეს შიში, რომელიც აი მანდ არის ზუსტად რა, მანდ მიუყვები ზუსტად ამ ალფრედ ჰიჩკოკს. სხვა ფილმებშიც აქვს ეს თემა. გაშლილი, სად ეს რაღაცა კლასიკური ფსიქოანალიზი, თუ ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია რა არის ფილმი სადაც ინგრიდ ბერგმანი თამაშობს ორი ფსიქოთერაპევტი ყავს ერთ ტიპს რა არ მახსოვს მაიცა გავახსენებ ფილმის სახელი და ვიტყვი სადაც ორი ფსიქოთერაპევტი ყავს ერთი კლასიკური მიხეილ ჩეხოვი და ანდრეი ჩეხოვის ძმა თამაშობდა სხვადასხვა მსახიობი იყო და ინგრიდ ბერგმანი და ის არის კლასიკური ფსიქოანალიზის მიმდევარი, რომელიც რა ვიცი, ყველანაირ ტრანსფერს გაურბის და ანუ ყველანაირ ემოციურ კავშირს ეწინააღმდეგება პაციენტსა და თერაპევტ შორის და ინგრიდ ბერგმანი, რომელიც პირიქით შედის ამ ტრანსფერში და ზუსტად იმიტომ რომ შედის, ახერხებს ამ პაციენტის პრობლემის მოგვარებას. ხო, ანუ ფაქტობრივად ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიის ძირითადი ერთადერთი წესი აქვს ეგზისტენციალურ ფსიქოთერაპიას. მეტი არ აქვს, ანუ არ არის რაღაცა ეს დოგმატური დადგენები ეგზისტენციალურ ფსიქოთერაპიაში და ერთადერთი არის ის, რომ კურნავს მხოლოდ ურთიერთობები. ანუ შენ თუ იცი, რომ უბრალოდ ფსიქოთერაპევტთან ზიხარ და ამასთან არაფერი არ გაკავშირებს, ხო და რაღაც ამას ფეხებზე კიდი ხარ და გიდგება როგორც პროფესიონალი და რაღაც არაფერი არ იცვლება. ანუ ეს ხედავს ეგზისტენციალურ ფსიქოთერაპია და ანუ ჰიჩკოკი ამ თემის მომხრეა იმ დროს. ჰიჩკოკმა მართლა უფრო ადრე იცოდა, ეხლა 60-იანი წლებია მართლა ჯერ როლ მეისის თავისი ცნობილი წიგნი ეგზისტენციალური ფსიქოლოგია არის დაუწერია და ხო რაღაც ისეთ სურათი ასწრებს თითქოს 69 წელს დაწერა ხო ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია რო და ანუ თითქოს დაასწრო მაგრამ ასწრებს ზუსტად იმიტომ რომ თვითონ ევროპელია რა იქ ოტო ბენსონგერი იცის შემდეგ ანუ იცის ბევრი რაც იცის როგორ მიდის ევროპული ფილოსოფია ამ გზით ხო კირკეგორი იცის შემდეგ და ამიტომ პროექტს ხშირად დასწინებდა ხოლმე მართლა. თუმცა ძალიან ღრმად იცოდა როგორც ხედავთ რა. ფსიქოლოგია როგორ ახსნის ამ ფსიქიკის გაყოფას ორ ნაწილად, როგორც ნორმას დაემართა. მოდი. მოდი აგდები. მოდი. ეს კაცი არის ფსიქოლოგი, გიორგი ბერიძე, ჩემი უმცროსი კოლეგა, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან მინდა რომ თავის მოსაზრებებით გაგვიზიარებს. მოდი ახლა დაჭიქი. აი ეს სეგმენტია. მიდი ბასკი ხაბერიც. გამარჯობა. ფროიდს აქვს ესეთი სტატია, მე ფროიდი მიყვარს. ესეთი სტატია აქვს გლოვა და მელანქოლია, სადაც გულისხმობს რომ როდესაც დანაკარგს ან გვიწევს თავის გართმევა, ან იქნება ის მშობელი, საყვარელი ადამიანი, ძაღლი ნებისმიერი რაღაცა, გლოვა არის ჯანსაღი გზა, როგორც უნდა გავართოთ ამას თავი. მაგალითად, ჩვენი ენერგიის, ლიბიდოს, ამ სექსუალური ტოლების თუ ნებისმიერი რამე რაც ამაში ინვესტირებული იყო, რეინვესტირება მოვახდინოთ ამის რა, ანუ სხვაგან მიმართოთ, თუნდაც რელიგიაში, თუნდაც ახალ-ხობში ან რამე მსგავსში რა და მელანქოლია არის ეს, როდესაც გლოვა არასწორად მიდის რა. ამ შემთხვევაში, ანუ გარეთ აღარ გამოგვაქვს ეს ყველაფერი, რაც თავიდან უნდა გაგვეგზელებინა სხვაგან, ანუ მე რო ჩამოდივარ ქვემოთ, მაგალითად დამეღუპა ქმარი ან ცოლი დამეღუპა, ჩამოდივარ ოთახში ქვემოთ და ის აქ აღარ ხდება რა, აღარ ვცდილობ რომ მე ის მეტკინა და უკვე სხვაგან გადავიტანო ის ემოციური დანაკლისი, რაც იქ გამიჩნდა. ჩემ თავში შემომაქვს ის, რაც იმ დროს არ დამხვდა. ანუ ინტერნალურად ვაქცევ ამ ყველაფერს ეს ლექინგი, ანუ ეს დანაკლისის შეგრძნება, ტრამები, იქამდე არსებული ემოციები, რაც აკავშირებდა ქმართან, ცოლთან ან ნებისმიერ არსებობთან.
გადმომაქვს ჩემ თავში და უკვე გაჭედილია. ის სხვადასხვანაირად ავითარებს მე როგორ ხდება, ანუ შეიძლება ის ისე დატოვო, რომ სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ბუნების არიან, იმის ავატარებად აქციო, რომლებიც შენი ქმრები იყო, ანუ შენი ქმარი იყო რეალურად და მის გავსად მოექცეს ხვებს, ან უბრალოდ ჩაკეტო და დარჩე მარტო იმ ფსიქიკურთან და მორჩა, ну სხვადასხვა გზებია. ჩემი აზრით, ანუ პასუხი შენსაზე რა, ფსიქოანალიტიკურად რო გავუყვე, ეს შიგნით გადმოსული, ანუ დაგროვებული ყველა ფსიქიკური მომენტი ანუ შექმნის როგორც იუნგს უყარდა კომპლექსის პერსონიფიკაციას ეძახდა რა ანუ როდესაც უკვე იმდენად ძლიერია ხო რომ ანუ შენს ფსიქიკაში ახალი კომპონენტები შემოდის და პიროვნებები ვითყალიბდება რა ანიმუსის მსგავს ტიპები თუ გვაქვს წაკითხული პიროვნებებად ყალიბდება და კაკრას მანდედან უკვე ისე ძლიერდება რომ ანუ ფროიდს კი არა და იუნგს აქვს ცნობიერება ახსნილი როგორც მესთან დაკავშირებული ფსიქიკური ფაქტები. ანუ შენ მე ხარ, მაგრამ მეორე მეც ჩნდება რა, რომელიც ანუ რეალურად მე არ არის. მეორე პიროვნება, რომელიც იმდენად ძლიერდება, რომ დისოციაციას იწვევს. ანუ შენი ხმიჩები ორი ხდები და მიზეზის ყოველთვის რა არის მიზეზი მაგისტრის ანუ ტრავმა არის კი რა თქმა უნდა ანუ ის ხო ტრავმა დანაკარგი განიცადე ან მაგას ხო ტრავმას ვეძახი ტრავმა ანუ ფსიქიკური ჭრილობა რა ჩვეულებრივ ხო ანუ ტრავმა რა ფაქტობრივად გაცვლის მექანიზმია ეგრე გამოდის ეგა თუ სხვა რამე არის კი ანუ რა თქმა უნდა ტრავმასთან ყოველთვის ან ფიქსირებული თუ არის დაცვით მექანიზმი ესა ტრავმა და მე იქნება ეს პერსონა და უკვე დისოციაცია ან ტრავმა იკეტება არა უფრო იკეტება ან ნახე ეს ჩემი ემოციები ან თქვა ფროიდმა რო დაწერა მან უფრო ლიბიდოზე ქონა ყურადღება გამახვილებული ჩემში რჩება უკვე აღარ ვაძლევ საშუალებას რომ გასაქანი ანუ სწორად სუბლიმირდეს გარეთ გავიდეს ანუ ახალ პარტნიორში მივიმართო თქვა ან რაღაც ფილმში ჩავდო ეს ჩემი რაღაც დანაკლისი ან რაც იქნება რა რაც შეიძლება მდინარესავით გამედინებინა და ვიტოვებ მე და სხვა ადამიანები შეიძლება იყვნენ ჭურჭლები რომლებსაც გადავიტან და ისევ ჩემი ქმარი წარმომიდგენია რომ ეს არიან ცოლი არის ან უბრალოდ აღარ მინდა საერთოდ დავწყვეტ მათთან ურთიერთობას, ან სხვადასხვა გზებით ვითარდება. აი, თუნდაც ისე რომ ადამიანი რომლებიც ვთქვათ, გოგო გაიზარდა ორ ძმასთან ერთად, ან რაღაც მოდელი შეიქმნა ფსიქიკაში ბიჭის და სხვა ყველა პარტნიორს ამ ორი ძმასავით ექცევა. იმის მიუხედავად არის თუ არა ის, ანუ ატარებენ ისინი თუ არა თავიანთ ანუ განსხვავებულ რეალისტურად დიფერენცირებულ ბუნებას რა. ამის თქმა უნდა Adloba baski. Eni kwani da rami kwani pasukis gacemisa. Როგორ შეებასებ? ფილმს. ანუ ფილმს საინტერესო შენი აზრით ძალიან მომეწონა. რაღაც ერთ-ერთი დავიწყირე კიდე გავიხსენებ თუ პრობლემა არ იქნება. აი მაგალითად ხო ვინიკოტი რა მომწონს ესეც ფსიქოანალიტიკოსია მე რომელს და სამწუხაროდ ფსიქოანალიტიკოსები უფრო მიზიდავენ. ვინიკოტი იყო ერთ-ერთი პოსტფროიდისტი ანალიტიკაში, რომელიც ესე დაახლოებით ლაკანიანურად და რაღაცები მსგავსი ჰქონდა. ვინიკოტი ლაპარაკობდა, რომ დედა ანუ საკმარისად კარგი დედის ცნება შემოიტანა ბავშვობაში, ანუ დედა ჩვენი ილუზიის ნაწილია, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ანუ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დედას არ ვტკენთ მარტო ზუზუსტოვის არ და არის ის რომ ანუ გჭირდება კარგი ადამიანი რომელიც ჩვენზე იზრუნებს და მაგიტო ილუზიას ვქნით რომ ის ну საკმარისად კარგი არა კარგი ზედმეტად კარგი ხო არა ბავშვი ქმნის პატარაობაში რომ საკმარისად კარგი დედა ვინიკოტმა ესეთი სახელი დაარქვა ამას ეს ისე ვრცელდება რომ ანუ დედას უფრთხილდება არ უნდა რომ არა მარტო რაღაც ფიზიოლოგიურად ზუზუს კრენა ანუ არა მარტო ფიზიოლოგიური დანაკარგის გამო არამედ ეს საკმარისად კარგი ადამიანი სჭირდება რომ თავის ცხოვრებაში ჰყავდეს ეს ასევე თვითინდენტობის განცდასაც უნარჩუნებს რადგან მე დედასთან ერთად გარკვეულ გასაჭირში ანუ ან მიხარია ან ჰაერში ვარ ან ძირში ვარ ყოველთვის აქ დედა საკმარისად კარგი დედა ანუ განსხვავებულ სიტუაციაში ეს ჰოლდინგი, ტარება, მოფერება, ჩემი ზრუნა ყველაფერი ნარჩუნდება. ეს მე საშუალებას მაძლევს, რომ ჩემი თავი კონსტანტურად აღვიქვა. ამიტომ ჭირდება, რომ ეს საკმარისად კარგი დედა იქ იყოს. ეს ნელ-ნელა, ანუ თუ სწორად წარიმართება, ყველაფერი და არ ფიქსირდება.
გავაგზავნოთ თუ მეტყვი? ხო, ნუ მაშინ შენ გავაგზავნე. თუ არ ფიქსაციის შემთხვევაში ეს ან თუ არ პრინციპში ურჩობია თუ ჯანსაღად წარიმართება ეს პროცესები, ეს საკმარისად კარგი დედა, ანუ პირველადი ობიექტი იმტრევა, იმსხვრევა და ამ დროს იწყება ის ფაზა, როცა მე უკვე ობიექტურად კონსტანტური თვითონ ხდები და არა ის როგორც დედის შემადგენელი ნაწილი და ამ მსგავსი. და თუ ეს არ მოხდა, როგორც ჩემი აზრით ამ ბიჭის შემთხვევაში იყო, იმიტომ რომ თავიდან დამებადა კითხვა ნეტა ზუსტად მაშინ, როცა ის დედა მოკლა, მაშინ დაიწყო თუ არ არის პრობლემები, მაგრამ მგონია რომ სულ თავიდანვე ეს საფუძველი იყო, რომ დედამისთან ეს განშორება არ მოხდარა რა. ისევ დედამისთან დარჩა, ისევ აი საკმარისად კარგი დედის ილუზია ქონდა შენარჩუნებული და ეს პირველადი ობიექტი არ დაუკარგავს. თან მაგალითიც გვაქვს რაღაც რუტინულ გარემოში არსებობს. საკმარისად კარგი დედის დაკარგვის ყველაზე კარგი გადალახვის საშუალება არის, რომ მეორად ობიექტზე გადაგაქვს. მაგალითად ბავშვი, რომელიც 2-3 წლის პერიოდში დაახლოებით ახალ სათამაშოს ძალიან უყვარს, აი მაგალითად კურდღელი რო ყავდეს და უყვარდეს და ამაზე გადააქვს ეს პერმანენტული ობიექტის ილუზია თუ რაც იქნება რა. იყო კიდევაც კურდღელი. ხო, ნორმალის ოთახში. შესაძლოა. ხო. და ნორმალის შემთხვევაში ჩემი აზრით რაღაც fluctuate იფედ ხო რა მერყეობს რა და დედა ისევ შენარჩუნებული ყავდა ბავშვობიდანვე ჩემი აზრით ისე როგორც მისი პიროვნების ფიგურული ნაწილი და გამოყოფა გახლეჩა არ მოუხერხებია და მაგიტო იყო აკრას მტკივნეული ის რომ როგორც რომ აღნიშნა მამა აიტან, მაგრამ მამამ რომ რაღაც ადგილი დაიკავოს შენსა და დედას შორის, რაღაც სეპარაცია მოახდინოს გარკვეულწილად, აიტან, მაგრამ უკვე მეორე პიროვნება რომ შემოდის, ეს ძალიან რთულია და მით უმეტეს მაშინ, როდესაც დედა შენი პიროვნების ამხელა ნაწილს ატარებს. მაგ დროს უკვე შენი, როგორ თქვა, პრინციპში ტრავმაა რა, ჩვენ მარტივენით რა, შენც ხლეჯს რა, გართმევს იმას, რომ არა გარედან მარტო დედა შენი მიყავს, არამედ შენ ფსიქიკაში არსებული დედის ნაწილიც უკვე მისი ხდება და ამას ვერ მისცემ რა, მაგას ვერ შეეგუები, როცა დედა ასე მნიშვნელოვანია რა შედის. გააზრებულად თუ გაუაზრებულად რა. ხო, ეს გეთანხმები ზუსტად მაგაზე, რომ ვერ სეპარაცია ვერ მოახდინა. თავიდანვე იყო პრობლემა პროცესში, ამ ფილმში არა ეს გაშლილი რა, რატომ მოკლა დედა, რატომ მივიდა მაგამდე. და შეიძლება ფაქტობრივად დესპოტი იყო დედამისი მაგალითად, იმიტომ რომ ძალიან დიდი ისა მანიაკები ის არიან, ძალიან ბრუტალური დესპოტური დედა არსებობს. ან მეორე თემა არის რომ სეპარაცია ვერ მოახერხა, თორე შეიძლება კარგი დედა იყო, მაგრამ თავის ფსიქიკაში ვერ გაიზარდა და ვერ გადალახა ეს დედის როცა ეს ფსიქოტრაუმა ისე იმდენად ძლიერია და დისოციალური სწორია ხო? დისოციაციური ხო? როცა დისოციაციური პიროვნულ აშლობამდე შეუძლია მიიყვანოს, ეს მეორე პიროვნება ბევრი შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად ეს თებდედი, ნებისმიერი სხვა ვისთანაც კარგად ინვესტირდებოდა და უფრო მეტი კმაყოფილების სპონტანი იქნებოდა, მაგრამ მაგიტო ჩავთვარი, რადგან მაინც დედა აირჩია მისმა ფსიქიკამ, ესე იგი რაღაც წინაპირობა უნდა ყოფილიყო იქამდე. და ეგ წინაპირობა ის იყო, რომ მის გონებაში არსებული დედა საკმარისად დიდი ენერგიის მქონე იყო, რომ უკვე ყველაფერი ბერკეტი არსებობდა იმისთვის, რომ ამ გზით წაიყვანა ფსიქიკას ყველა სიუჟეტი და ხო, ამის თქმა უნდა. და კაცებსაც კიდე ახასიათებს ურთიერთობაში მე ეს მომენტი, როცა დედა არის ეტალონი, ხო, უკვე შენ ოჯახს მოქმნი. გადადის მე ეს ეტალონი დედის ურთიერთობაშიც, ხო? სოქმნულ და გადმოგაქვს გულსა უკვე იზრდება ადამიანი მამაკაცებზე მაქვს საუბარი. გადადის გულისხმობ დედიდან ცოლზე გამოდის მაგალითად. ეტალონებით რა, იმიტომ რომ პროექცია ხო დედისგან გაიზარდა, დედის ყველაფერი ეს არ გადადის მე ურთიერთობაში. გააჩნია, მაგაზე ვისაუბრე, რომ ეს დანაკლისი თუ ჯანსაღად აინაზღაურე, მაგ დროს არა ფირს აღქმით, არამედ პერსპექტიულად უყურებ, ობიექტურ პერსპექტივას ხედავ, როგორი ადამიანის არის. რა თქმა უნდა, იუნგი თუ მივყვებით ეს ანიმა და ანიმუსი როგორც მუშაობს,
შენარჩუნებული გექნება ქალი, როგორც ისეთი მახასიათებლების მქონე, ვინც ადრე გზდიდა და დიდი წვლილი შემოიტანა, მაგაც ნაწილები, მაგრამ სწორად თუ განვითარდა ყველაფერი, იმდენად გადაიტან, რამდენიც ურთიერთობას ხელს არ შეუშლის ჩემი აზრით, რა, დაინახავ იმ ნაწილებს, რაც სინამდვილეში აქვს ამ გოგოს, ამ ქალს, ამ პარტნიორს და არა იმას, რაც დედამ დაგიტოვა. ანუ არაჯანსაღი იქნება, რომ აბსოლუტურად გადაიტან გამოგება. კი, ანუ ფიქსაციაა რა, ჩვეულებრივი ტრავმა, მელანქოლია, ზუსტად მაგას, დეპრესიას ფროიდი, ანუ იმ პერიოდში მელანქოლიას უწოდებენ და კაკრას დეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე კარგი კონტურები, რაც შეიქმნა მელანქოლია იყო და ზუსტად მაგას ნიშნავდა, რომ არაჯანსაღად, ანუ არასწორად აღარ ოპერირებდა. არა, ნორმალის დეპრესიულობაზე არ არის დეპრესიული ტიპი. ხო, არა, ანუ ეს მაგითო ფროიდი რამდენს რამეში ცდებოდა და რამდენამეში მართალი იყო, არ ვიცი, ახლა ცოტა სხვანაირად უკვე ყველაფერი, მაგრამ ხო, მაგრამ ეგ დეპრესიულობის განვითარება ძალიან ინდივიდუალურია. ანუ რეალურად შეიძლება ძალიან კომფორტული და მარტივი პერსონა ჩანს, მაგრამ ამ დროს ჩაკეტილი ქონდეს ყველა ისება, რაც აი აღარ დეპრესიულ ადამიანს ხონდეს. კი, ანუ დეპრესიაც 6-ის თუ 9 სახეობისაა, 6. მანიაკალიზმი კი ფიქსირდება. ანუ ეს მანიაკი კი არის, მაგრამ მანიაკალური დეპრესია რა მივიღებთ? ანუ დეპრესიის ნაირი სახეობა ეს არის. ფიტული ფროგეთება ჩიპები. მან ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობს ამ ჩიტებზე, გახსოვს? ანუ დროკია გაკავს, დროს ავსები რა. გაგთიშო?